გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს გვექნება გაშლა ერთ-ერთ კერძო საკითხზე. მაყურებლის თხოვნით. მანვე მოგწვა უფლება, რომ ეს გაშლა გავაკეთოთ, ასე ვთქვათ. გადავიღოთ და დავდოთ YouTube-ში. საკითხი ეხება მაგიურ ზემოქმედებას. ანუ კოერენტი შეკითხვის დამსმელი არის ქალბატონი. აქვს გარკვეული ეჭვები, ქვია, არ ვიცი თუ განცდა, შეგრძნება იმისა, რომ მასზე ხორციელდება მაგიური ზეგავლენა, რომ მასზე ხორციელდება ის, რასაც ჩვენთან ეძახიან, ასე ვთქვათ, ჯადოს თუ თვალს თუ არ ვიცი, ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ეს ქალბატონი დარწმუნებულია თქმის, რომ რაღაც მსგავს მოვლენას აქვს მის ცხოვრებაში ადგილი, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე დარწმუნებული არ არის, ახლა შეკითხვას სვავს. ნახოთ, გავშალოთ, ისევ ჩვეულებრივად არჩეული გვაქვს 54 კარტისაგან შემდგარი დასტა. და ამჯერად გავაკეთებთ გაშლას, რომელსაც ქვია პირამიდა. მეთოდი არის მაგი მეთოდი. აგებულია ძირითადად ტაროს მცირე არკანების პრინციპზე, თუმცა თავის სხვაობები აქვს. კავშირშია ასოციაციურად ლენორმანის დასტასთანაც და ასე შემდეგ. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ამაზე თავს არ შეგაწყენთ. მაშა სათამე. მოდით სახელი ვეხმაროთ ამ შემთხვევაში ნინო, რა თქმა უნდა ეს მის ნამდვილი სახელი არ არის. ხორციელდება თუ არა ნინოზე ზეგავლენა, მაგიური ზეგავლენა და მაგიური ჩარევა მის პირად ცხოვრებაში. ეს გაშლა განსხვავდება, ჩვენ უკვე გავაკეთეთ პირამიდის გაშლა, განსხვავდება იმით, რომ უფრო მეტ კარტს შეიცავს, ახლავე აგიხსნით. პირველი 4 კარტი, ეს არის ბაზა სიტუაციის. ანუ რა ხდება ამ სიტუაციის გარშემო. შემდგომი 2 კარტი. ვინ არიან ამ მოცემული საკითხში ჩარეულები, ამ სიტუაციაში ვინ არის გარეული, ან ვინ შეიძლება სავარაუდოდ იყოს ამის გამკეთებელი და ასე შემდეგ და ბოლოს 3 კარტი. შედეგი. იგივე პასუხი. და იგივე შედეგი ყველაფერზე, რაზეც აქ ვილაპარაკებთ. კარგით, მაშინ დავიწყოთ. პირველი 4 კარტით. რას ხედავთ აქ? ამოგვივიდა პენტაკლების, ანუ აგურების ტუზი, ხმლების, ანუ ყვავების ხუთიანი. პირველ კარტს ქვია მზე, მეორეს ქვია საცობი გზაზე. ამოგვივიდა ხმლების, ანუ ყვავების რვიანი, სახელწოდებით განტევების ვაცი და ამოგვივიდა რვიანი პენტაკლების, იგივე კორნუკოპია, იგივე სიუხვის რქა. მოდით ნახოთ ეს კარტები რას გვაძლევენ. როგორც ხედავთ, საერთოდ პენტაკლები, ანუ აგურები, როგორც იცით უკვე, ეს არის მატერიალური წარმატების კარტები. 2 უძლიერესი კარტი დევს მზე, საწყისი ყოველგვარი წარმატებისა და რვიანი, სახელწოდებით სიუხვის რქა. ამ კარტს შეიძლება დავარქვათ პირდაპირ, ყველაფრის კარტი, ფულის კარტი პირველ რიგში და ყველაფრის იმის კარტი, რაც შეიძლება ამ ფულით ვიყიდოთ. საერთოდ მატერიალური დოვლათის
ყველაფრის კარტი, ასე ვთქვათ, ის რაც მატერიალურ ცხოვრებას შეეხება, ენერგია იქნება ეს, საცხოვრებელი იქნება ეს, მანქანა იქნება ეს, ფული და ყველაფერი, რასაც ამ ფულით ყიდულობთ. და შევხედოთ. განტევების ვაცი. ეს არის ადამიანი, რომელიც განტევების ვაცად გამოიყენეს, რომელიც დაადანაშაულეს, რომელიც განდევნეს, რომელიც მარტოა და ასე ვთქვათ, ჩამოშორებულია. აი, ხშირად ეძახიან ხოლმე გაყინულ ადამიანს, გაყინულს, ანუ ადამიანს, რომელიც ყინვაში დატოვეს. და მოდი ასე ვთქვათ, რომელიც დაწყევლეს. გაგდებულია სიტუაციიდან და მდგომარეობიდან, ხო? გაგდებულია რაღაცა გარკვეული წრიდან, გაგდებულია საიდან? სიუხვიდან, მატერიალური დოვლათიდან. ამ სიუხვის საწყისი, ამ სიუხვის ასე ვთქვათ, თესლი, რომელმაც უნდა მოიტანოს აი ეს სიუხვე, ხო? წინ ხდება ხუთიანი ხმლების საცობი გზაზე. ეს არის წინაღობა. აქ გავლა შეუძლებელია. ამას უნდა შემოუაროს ადამიანმა, უნდა დაელოდოს სანამ ეს წინაღობა მოისპობა. ხშირად ეს კარტი აღნიშნავს ხოლმე ძლიერ ჯიუტ ადამიანს, რომელიც თქვენ გზაზე გადაგეღობებათ. როგორც ხედავთ, ბევრი ახსნა ამას არ ჭირდება. ჩვენი კვერენტის მატერიალური დოვლათი და მატერიალური ბარაკა დაბლოკილია. განშორებულია იგი ამისგან. მოშორებულია. აქ ვიტყოდი, რომ მისი ეჭვები, ასე ვთქვათ, მის ეჭვებს საფუძველი ნამდვილად აქვს. რაღაც ხდება ისეთი, რის გამოც ადამიანი ესეთ კითხვას სვავს, ხო? ანუ ფაქტია, აშკარაა, რომ დაბლოკილია ადამიანი. ჩამოშორებულია, ასე ვთქვათ, სითბოს, ფულს და ასევე იმპულსს, რომელსაც ყველაფერს ყიდულობთ. აქ აშკარაა უკვე რაც ხდება, როგორც ხდება. მოდი ვნახოთ ზედა ორი კარტი. ეს მოგწევს საშუალებას დავინახოთ თუ რა ძალები და რა ენერგია ამ ყველაფერში ჩარეული. ამოვიდა პენტაკლების მეფე სახელწოდებით მაგი და ამოვიდა სეთისხლის ხე. ექვსიანი კვერთხების. ამ დასტას საერთოდ თლიანად ამ დასტას ქვია Magi method, ანუ მაგის მეთოდი. ეს არის ძველქართულ დროთა მოგვების მეთოდი და აქ ასახულია სწორედ ის სამი მოგვი, რომლებსაც ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლენა დაბადება ეუწყათ და წავიდნენ მის სანახავად. ხოლო აქ გვაქვს ზეთისხილის ხე. ზეთისხილის ხე ეს არის ფესვები. ეს არის ჯანმრთელობა და ეს არის ფესვები. სადაც თქვენი ფესვებია გადგმული. სადაც, ასე ვთქვათ, ხართ, სადაც ცხოვრობთ, რითაც სუნთქავთ. და მეორე მნიშვნელობა აქ კიდე ჯანმრთელობა. თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. ეს პოზიცია გვიამბობს იმაზე, თუ ვინ არიან ამ სიტუაციის და დასმული კითხვის სიტუაციაში ჩარეულები. ხედავთ ერთ-ერთ უძლიერ კარტს, პერსონაჟს, პენტაკლების მეფეს და ხედავთ საფუძვლებს, ასე ვთქვათ, მის შეიძლება ითქვას, რომ ექვსიანი კვერთხების აქ ოჯახის კარტადაც გვევლნება და სანათესაოს კარტადაც გვევლნება. მაშასადამე აქ ხედავთ ერთ-ერთ ძლიერ ადამიანს მისი სანათესაოდან. სხვათა შორის მაგი არ არის ცუდი ენერგიის მატარებელი. მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ნებისყოფის, ძალიან დიდი ნების და დიდი ძალის, მენტალური ძალის პატრონი ადამიანი, რომელიც თავის მისას აუცილებლად მიაღწევს.
და აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჯერ ერთ მის სანათესაოსთან და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი კვერენტის ნინოს ჯანმრთელობაზეც მოქმედებდეს. არასადამე არ ვხედავთ მამაკაცს ჩართულს ამ სიტუაციაში. ამ სიტუაციაში არის აშკარად მამაკაცური ენერგია არის ჩართული და შეხება აქვს ამ ყველაფერთან. ამ დასმოს საკითხად. წინა კარტებიდან ვნახეთ, რომ კვერენტის ეჭვები საფუძვლად ნამდვილად არ არის მოკლებული. კარგით, ნახოთ ახლა რა გვაქვს, ასე ვთქვათ, შედეგად. ამოვიდა ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო კარტები. ეს არის მინდა ახლოს გაჩვენოთ უფრო. ეს არის პენტაკლების ხუთიანი. ეს არის მეფე ხმლების და ეს არის რაინდი კვერთხების. პირველს ქვია ხუთიანს ქვია იაკობის კიბე, მეორეს ქვია ჯალათი და ამ კარს ქვია ძალა. იაკობის კიბე, მოგეხსენებათ პატრიარქ იაკობის ძველი ბიბლიური მონათხრობი. თუ როგორ ესიზმრა მას კიბე, რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ. მოძრაობდნენ ამ კიბეზე. აი, ზემოთ კარტს თუ დააკვირდებით, აქაც თითქმის დაახლოებით იგივეა აღნიშნული, როგორ ადის ადამიანი კლდეზე. იაკობის კიბე ამ სისტემაში აღნიშნავს იმ ყველაზე დაბალ წერტილს, ყველაზე უარეს მდგომარეობას, რომელშიც კვერენტი იმყოფება. აქედან ამაზე უარესი აღარაფერი არ არის. ამის შემდეგ მხოლოდ სიკვდილია. აქედან შეიძლება მხოლოდ ზემოთ ასვლა. ეს არის სინათლე გვირაბის ბოლოს. სინათლე გვირაბის ბოლოს. ეს არის იმედი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვა. ეს არის ლოცვა ანგელოსებისა და ღმერთის შემქმნელის მიმართ, რომ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. გვერდით ვხედავთ ასევე მამაკაცური ენერგიის კარტს. ეს არის ჯალათი. ეს არის ენერგია, რომელიც მოქმედებს თქვენგან დამოუკიდებლად. ეს ადამიანი, ეს ენერგია თავის საქმეს, გინდათ ეს თქვენ თუ არ გინდათ, თავის საქმეს გააკეთებს. ჯალათი დაჟის, პოლიციელი დაიჭერს, ქირურგი ოპერაციას გააკეთებს და ასე შემდეგ. მაშასადამე როგორც ხედავთ და კარგით, ბოლო კარტსაც ვიტყვი და შევდოთ დაწვრილებით ახსნათ. ბოლო კარტი არის ძალა. ბოლო კარტი არის ცდელობა სიტუაციიდან გამოსვლისა. ბოლო კარტი არის ასე ვთქვათ ნებისყოფის კარტი. ხედავთ როგორ არის თასვლელი ამ თასზე. წინ დიდი წინააღმდეგობაა, დიდი მთა არის, მაგრამ ის ცდილობს რომ ამ თასზე ავიდეს. მაშასადამე ჩვენ აქ ხედავთ ესეთ სიტუაციას. საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია კვერენტი. პენტაკლები ფულის კარტია. აქაც დავინახეთ წინა კარტებში, რომ ის გარიდებულია ფულის კარტებს, ჩაკეტილია ყველაფერი. მატერიალური კარტები ჩაკეტილი აქვს. აქ უკვე ხედავთ მატერიალურად რა მდგომარეობაში იმყოფება. ამ ყველაფერს გვერდით ხედავთ ჯალათს და ამსჯელს ან ადამიანს, რომელიც თავის საქმეს აღასრულებს. და გამოსავალი აქედან აშკარად არის ზემოთ ასვლა. აშკარად ჩვენს კვერენტს ნებისყოფაც ეყოფა. აღმოაჩენს კიდევაც იმ ადამიანს შეხვდება, ვინც ამ მდგომარეობას, მის ძალიან სავალალო მდგომარეობას, ასე ვთქვათ, მოკვეთავს, გამოვა ამ მდგომარეობიდან და დაიწყებს ზეასვლას. მოდით ნახოთ ეს სამი კარტი როგორ ჯამდება. გვაქვს ხუთიანი, მეფეები ყოველთვის არის 13, ხოლო რაინდი ყოველთვის არის 11. 5 + 13, 18 + 11, 29. 29
მოცემულ სიტუაციაში ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს არის რვიანი, გულების რვიანი და ეხლავე გაჩვენებთ ამ კარტს და რას ნიშნავს ეს კარტი. გულების, ანუ თასების რვიანი. ამ კარტს ქვია ღვინო, წყალი ღვინო თუ გასწავლოთ. Water into wine. ეს არის ის სასწაული, რომელიც ჩვენმა უფალმა მაცხოვარმა მოახდინა კანაში, მოახდინა ქორწილის დროს, სადაც წყალი გადააქცია ღვინოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული. დღესაც იცით კანაში არის ტაძარი იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. ეს კარტი არის მეტამორფოზის, ცვლილების, ხანდახან სიმთვრალის, მაგრამ ამ შემთხვევაში ცვლილების და კარგი ცვლილების კარტია. შეიძლება იყოს ზოგიერთი კარტი ცვლილების, მაგრამ უარესობისკენ. ეს კარტი არის ღვთისმსასწაულის და უკეთესობისკენ ცვლილების კარტი. მასშტაბად როგორც ხედავთ, ჩვენს კვერენს ქალბატონ ნინოს ძალიან დიდი შანსი აქვს და გამოუვაკიდებას და ეცდება კიდევაც და გამოუვაკიდებას, რომ არსებული სიტუაცია შეცვალოს და მის ცხოვრებაში ყველაფერი წავიდეს კარგად. აქ ხედავთ უცნაურ სიტუაციას, როცა თითქოს კარგი ენერგიის მატარებელი კარტი პირიქით მოქმედებს მის წინააღმდეგ. აშკარად ეს ადამიანი თავის სახეს არ ავლენს. ეს ადამიანი თავის სახეს მალავს ბრძენი, რაღაც ასე ვთქვათ, მამობრივი თუ რაღაც სურვილების ქვეშ. მაგრამ ეს აკეთებს, ეს არის ჩართული ამ სიტუაციაში. ეს აკეთებს ამ ბლოკირებას. ის რომ მაგიური ჩარევა ხდება ნინოს ცხოვრებაში, ეს აი ამ ორი კარტით ეჭვიც არის კიდევ ორი კარტი. აი ეს 4 კარტი ხომ საერთოდ ის ორი კარტი რომ ამოსულიყო, იგივეს ვიტყოდი აბსოლუტურად ამ შემთხვევაში და ამ შეკითხვის დროს. აქ ეს კარგი ენერგიის მატარებელი კარტი პირიქით იქცება, ჩვენი კვერენტი საწინააღმდეგოდ იქცება. მას უბრალოდ ნიღაბი აქვს ამ კარგის მკეთებლის. და აი საერთოდ ეს კარტი კიდე, რომელიც ხშირად უსიამოვნო ადამიანს აღნიშნავს ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს, აქ დასმულ შეკითხვაში აი ამ ცუდ სიტუაციის წინააღმდეგ მოქმედებს. პირიქით აშორებს ამ სიტუაციას, ამ სიტუაციას ჭრის, წყვიტავს ამ სიტუაციას და გამოყავს ჩვენი კვერენტი მდგომარეობიდან. როგორც ჩანს, მისთვის მართლაც ყველაფერი კარგად დამთავრდება, რაც ძალიან მიხარია. და სული და გულით ულოცავ, უბრალოდ ერთ რამეს დავამატებ. რომ ჭრილოვან კარტად დაჭდა ინკუბუსი, სუკუბუსი, ეს არის იმ პარაზიტული ენერგიის კარტი, რომელიც ჩვენი სისხლით და ჩვენი ენერგიით იკვებება. სხვათა შორის ძალიან სექსუალური კარტია, ასე ვთქვათ, ხშირად აღნიშნავს მხოლოდ სექსს, მაგრამ აქ ეს არის ენერგია, რომელიც ჩვენ კვერენს სისხლს წოვს, სისხლს გადატანით მნიშვნელობით, ენერგიას წოვს და მის ყველაფერ კარგს, რაც მას ელოდება ცხოვრებაში, ხელს უშლის. ეს არის დემონი. დემონი, რომელიც ამ ადამიანზეა შეჩენილი. ამ სიტუაციიდან გამოსავალი აშკარად არის, კვერენტი აშკარად პოულობს ამ გამოსავალს. როგორ და რანაირად, ეს უკვე ამ გაშლის საკითხი აღარ არის. კითხვა, რომელიც დასმული იყო, გაეცა პასუხი. კი არის მაგიური ჩარევა, ჩანს ვინც არის ჩარეული და ჩანს გამოსავალიც. როგორ და რანაირად ამას თვითონ კვერენტი მიხვდება იმ ყველაფრიდან, რაც ჩვენ აქამდე ვილაპარაკეთ. აი ეს იყო სულ ჩვენი დღევანდელი გაშლა. უღრმესი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. თუ რამე დაგაინტერესებთ, მოიწერეთ, შევეცდებით გავარკვევთ.